სალამი მაყურებელს, ჩვენი მხარდამჭერები სოკარი, სელფი და ტიშერტი და ჩვენი სტუმრები ინტერნეტში ცნობილები როგორც კეთილები, ალბათ ეს არის ხო ყველაზე ცნობილი სახე, აკაკი დარბაიძე, გიორგი ჩუბინიძე. სერიალის ჩვენს გევიმართებით შემქმნელები, ძალიან კარგი სერიალის, ძალიან სადაცილო სერიალის, რომელზეც მე ძალიან ბევრჯერ ხმამაღლა გამცინები ახანახავ, მარტო რომ უყურებ და გეღიმება და არის რომ ხმით რო იცინი მარტო რომ ხარ ოთახში და ეხლა ვიხსენებდით თანამოხვიდებით ტოპერო არის გოგოსთან პაემაზე და ონგბაკი რა მაგარი ფილმია მაგაზე ამიტყდა ისეც იცინი შაატყა ხო და აი საერთოდ რო არ ველოდებოდი რომ ონგბაკზე და ვაფარებს და ხო როგორ ხარ მეცარმახსოვ გამარჯობა რა გვიშავს კეთილი იყოს კეთილების ფეხი შენს პოდკასტში. მადლობა. რა ხდება სერიალზე? გაჩერებულები ხართ როგორც ვიცი. გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და სასიამოვნო დაიწყე და ყოველთვის გვიხარია ხო მსგავსი. მსგავსი. ასეც დოქს ნასახე მოდიშვი. სერიალზე რა ხდება და ვიწყებთ. ხო, ვიწყებთ. ვიწყებთ თუ აგძელებთ ანუ. კარგახნის პაუზის მერე ვაგზელებთ. იმ ხელა პაუზა იყო ვიწყებთ უკვე ისეთი ამბავია. დაახლოებით 6 თვე ქონდა ხო პაუზა. 5-6 თვე იყო. 6 თვე და შემოქმედებითი პაუზა. მე-6 სეზონი. ხო. რამდენი ორი სერია გადაიღეთ ხო თუ ერთი იყო, ხო. დარჩენილი გვაქვს 10 სერია რომელიც უნდა იყოს ამას. და დაიწყეთ 10 დანარჩენის გადაღება მთლიანად თუ რაღაც კიდე რამდენიმე სერია. არა, კვირაში ვიღებთ ერთ სერიას, ძირითადად სერია ნახება შეიძლება ორ კვირაში. არა, ანუ გეგმა რა გაქვთ რომ უკვე ბოლომდე გაიყვანთ? გვინდა ძალიან, თან ამავდროულად ისევ და ისევ სპონსორებს კი ვეძებდით, ვიღაცები გამოჩნდნენ ასე რომ ვთქვათ რა, დიდი ისეთი განსაკუთრებული არა, მაგრამ სანამ არა ვართ ასე რომ ვთქვათ ეთერში ცოტა გართულდა ამ სპონსორების მოძებნა და მგონია რომ რამდენიმე შეიძლება გავაკეთეთ და მე უკეთესად გამოჩნდნენ რომ ჩაეშვება ასე რომ ვთქვათ სერიალი და ისევე ძალიან უცნაური მე ვერ ამოხსენი რატო გაქვთ თქვენი პრობლემა თითო სერი 9 მილიონი ნახვა მინიმუმ აქვს თითო ეპიზოდს ხო 9 მილიონი ნახვა საქართველოში არის ძალიან ბევრი სერიალისტვის თითო ეპიზოდს ჩვენც დაჟე გვინდოდა გვეკითხა შენთვისაც რომ რას ფიქრობს 6 თვე მაგას ვიგან 6 წინაზე ვიყავით 8 თვე გაჩერებულები აი ვერ არ ცოცხალი თავით არ ვეშვებით არ ვიცი ხო მეც ვერ ამოხსენი და თუ ვინმე გვისმენს მარკეტინგის სამყაროდან კომპანიები სხვაიც გაუშვით მარკეტინგი აი მარც წავიყვანეთ გაუშვით და დაიკარგა ის ხარი ვერავინ ვერ იპოვას ეგრევე შეიწირა ხო და მინდა კომპანიებს მივმართო იქნება ვინმე გვიყურებდეს რომ მიაქციათ ყურადღება ამ ხალხს იმიტომ რომ კარგი სერიალს აკეთებენ კარგი კონტენტია მაყურებელი ძალიან ერთგული და აქტიური ყავს და აუცილებლად სასარგებლო იქნება თქვენთვისაც თუ რეკლამას მიიტანთ ამ ხალხთან და დაასპონსორებთ და მადლობა პირველ რიგში და მაყურებლისგან ახლა იმ ხელა გვერდში დგომა ვიგზენით სულ გძნობდით ხოლმე ამას მაგრამ ახლა რახან ესეთი ამბავი იყო და აი ესეთი გამოხმაურება მართლა ბოდიშ მომითხოვე და ფიდბექი არა მაგრამ სასწაული მაყურებელი ყავს და აქედანაც მინდა რომ მადლობა უთხრა და კი თქვენი ფრაზებით ხალხი ლაპარაკობს და რა ვიცი მეტი რა ვქნა სერიალმა ახლა 1000 კომენტარი იყო ბოლო სერიაზე რაც დავდეთ და იქედან რა ვიცი ხო მაგრამ ნუ ერთი ის უნდა ალბათ რა მოტივაცია შეუმატეს კიდე უფრო ხო არ ვიცი რა პრობლემა არის მაგრამ მაყურებელში არ არის პრობლემა აშკარად. სხვა პროექტებსაც ხო არ აკეთებთ რამეს თუ მარტო სერიალი ჯერ? სერიალი ჯერჯერობით და ახლა ვიწყებთ გადაცემას, ოღონდ ჯერ სერიალი დაიდება და მე გადაცემას ასე შენთან ვიტყვით. ხო არსად მეგონა თქვა. გადაცემას რაღაცე არის? გადაცემა არის ნახევრად სპორტული, ნახევრად იუმორისტული რა. ისეთი სტუმრიანი გადაცემა რაღაც საცილო რუბრიკებით ჩვენი სახელი რა იქნება გადაცემას? სახელი ვთქვათ? თქვათ რა ვიცი სპორტულები ქვია. მე სპეციალურად გითხრათ, იმიტომ რომ მე გაგებული მქონდა და ახლა ეგეც რაღაც საკეთებთ და. ხო. ადრე არსებობდა ეგეთი გადაცემა სპორტული. ვითხეს ჩაწერაზე სხვათა შორის. დაგვეგუგლა მეთქი. მე ჯანიდას და იკოს მივყავდა. ნახე ეგ გადაცემა. ხო. ჩვენი შეიძლება იყოს სპორტიულები. ხო და არა იყო სპორტულები კაც თქვენ თუ რამეში გამოგადგებათ ჩვენ არ პირიქით წარმატებები ადიდასის სპორტულებში იყვნენ ბიჭები ხო რომ ნახეთ ჩაწერის დღეს ნახეთ რა ბიჭებმა გითხრას ოპერატორი აწყობილი დეკორაცია იყო ჩვენ ვიღებდითო იყო კაცო თუ რამე არ იქნება პრობლემა მოგწევთ არა პირიქით იქნება გამოგადგეთ რამეში არაფერი პრობლემა პირიქით წარმატებები მაქვს საკუთრებაში ხო რასაც იმაზე სპონსორებზე ამბობდით თან ერთი მხრივ ეს არის ხოლმე მეორე მხრივ კიდე რეაქცია არის ხოლმე რომ
ცოტა სპონსორები და რაღაცისკენ რომ მიდიხართ, უარყოფითი რეაქცია აქვს ხოლმე. მახსოვს რომ მე მგონი კავეზე დაიდო, ხო, მეორე თუ მესამე სეზონი იყო. სეზონი საერთოდ არ ყოფილა. ფილმი გავიდა, ფილმი გავიდა და ერთი ამბავი რომ რას ქვია. არ არის მეტი კინოთეატრი რა, ხო. არა, საიტზე idო, ხო და ფასიანი იყო ნახვა და მაღაზია ატყდა ერთი ამბავი. ხო, მაღაზიაში ერთი ამბავი. კინოში მოსვლაზეც მით უმეტეს, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად იყო ხოლმე კომენტარებში რატო უნდა უყურო. ესენი გეიმართენ. გადავიხოდო ფული და ეგეთი ამბავი იყო ხოლმე. მერე აი სეზონზეც იყო რომ თითქოს იქ გადავედით, არსად არ გადავსულვართ რეალურად. ყველა სეზონი დევს YouTube-ს. გვაგინეს რა. ხო და აი გინება რა შუაში იყო ვერ მივხვდი. კაი ჩვენ ახლა რა ვიცი, გადავწყვიტეთ რომ კავეზე გავსულიყავით და თუნდაც ხო. ის ოილარი ვიღაცას გედი ახლა და თქვა. როგორც ჩვენი ცმა და მეგობარი იყო და არ ვიცი რატო გვაგინეს. მოყვა კიდე ბოლო სეზონი იყო ტელევიზიაში გადაიღო. მაგას ძალიან რეაქცია მოყვა კიდე. ჩვენთვის ძალიან მაგარი ამბავი იყო რომ ჩვენი სერიალი როცა ორმა კაცმა დავიწყეთ თუ რა ვიცი. ან მოკლედ თქვენი ტანჯვის ყურება უყვარს ხალხს და რაღაცა წარმატებას არ უნდა გაიმართო რა. ო, უკვე აღარ არის ისეთი. მე გადაცემაშიც დავაფიქსიროთ რომ ჩვენ სერიალში არაფერი არ იქნება კარგად თქო და იქნება დამშვიდეს აბსოლუტურად არაფერი არ იქნება კარგად. პირიქით სულ არაფერი ცუდად იქნება. რაღაცნაირად ეს ჩანს არ მინდა ხა ჩვენი ზოგადად ხალხის თუ პუბლიკის გალანძღვა თუ რაღაცა, მაგრამ ეგრე ჩანს რა. ანუ იყო რამდენიმე სერიალი ვინც გადაწყვიტა კიდე იქ გადასვლა რა. და სხვადასხვა დიდი ჰაიპი წამოვიდა ამის გამო, შეიძლება არც იმდენი ხალხი არ უყურებდნენ, მაგრამ იმდენმა აგინა მე რომ რაღაცა მე უკვე დაინტერესდნენ და მაგათ გამოადგათ ასე რომ თქვა ვიღაცას. ძალიან ტეხავს რა. გასვისა. იმიტომ რომ ხალხი არ არის გათვითცნობიერებული ზოგადად ამ ხარჯებთან და რა ხდება ამ სფეროში და როგორ გადაიღო. მუსიკაში ფული გადაახტევი მე ნახე შენ. მუსჯიდან როგორ გამოიწონე. თუ აღარ არის მუსჯი აღარ. მუსჯი აღარ არის ხო, მაგრამ YouTube-ზე არის და კარგი, მოდი საიდან დაიწყეთ საერთოდ სცენაზე დგომა კი არა, ამ საქმე შოუ ბიზნესში საიდან მოხვედით? სულ თავიდან დავიწყოთ. მანსანკანი სკოლიდან. მე ვიყავი მეათეში. ჭიათურა. ო, ჭიათურა, მეორე სკოლა. გაგარნია. ქალაქელები გვერქვა მაშინ. მე ვიყავი მე-11-ში, ეს იყო მეათეში და იქიდან დავიწყეთ რა. ორივე მოვიგეთ, ორი ჩემპიონატი ვითამაშეთ მაშინ სასკოლო. ჩატარებულა. ხო. ჩვენ სკოლას არ ქონდა მოგებული და ჩვენ ვიყავით პირველები. სასკოლო ქვეყნის მასშტაბით? არა, ჭიათურის სკოლებს შორის. და მე 2015-ში გავაგზავნეთ უკვე საქართველოს ჩემპიონატი, ჭიათურის გუნდი იყო ესეთი მაღაროელი. ტიტულოვანი სხვადასხვა ძალიან და ჩვენც ვართ ჩემპიონები. ბოლოს 2018 წელს გავხდით ჩემპიონები და დავასრულეთ თან. სამანსანგანო მოღვაწეობა. სამანს ხო, მანსანკანი აღარ ჩატარებულა მე იყო. მე იყო პაუზა 1 წლიანი. არაფერს არ ვაკეთებდით ამ სფეროში, თორე ისე რაღაცებს და მე იყო კეთილები გავაკეთეთ 6 ივნის 2019 წელს და მე იყო სამარხმა დაგვირეკა რა, ბევრი. კეთილები Facebook ხო, page. ფესიკა და ბონდო და ეგრევე აფეთქდა რა, ხო ის რო. დავალაიქეთ 6-მა კაცმა, ვინც ვიყავით სახში და უცებთ გავწყვეტ. ნახეთ, რამდენი ნახევარ საათში თუ 1 საათში ნახეთ და 1000 რეაქცია ქონდა და მაშინ 1000 რეაქციას ველოდებით ერთ თვეში თუ იქნებოდა და სადღაც 1 საათში ქონდა და იმის მე არ გავჩერებულ ვართ რა. ხალხში იყო, აი რა, ხალხი ისე ეკრებე აიტაცეს რა. ვიზიარებდნენ რა, ვიცი, სასწაული შედეგები ქონდა რა. მე ვარდებოდა ეს ჩვენი ვიდეოები, რომელიღაც ვიდეოს 55 მილიონი ნახვა ქონდა. კუბაზე უყურებდა ხალხი და აკომენტარებდა ესენი ვინ არიანო რა. ღორის დაკვლის თუ რაღაც ის ვიდეო. რაღაც ეგეთ მოკლე ვიდეო იყო. უაზრობა რა. პერიოდი იყო ერთ-ერთი 3 თვის განმავლობაში ყველა ვიდეოზე რასდავდით მილიონი ნახვა ქონდა მინიმუმ და დღეში ერთ ვსდებდით რა და ძალიან აი Facebook-ი აფეთქდა ანუ ყველაზე საქართველოში ყველაზე ესეთი მოქმედი თუ რაღაც ქვია. ტელევიზიას უსწრებდით ხო მაშინ ყველა პირველზე ვიყავით ჩვენ რა. მე სასწაული. აი აკა მოვიდა სინჯიკაშვილი სპეციალურად მოვიდა რომ გაიგო თქვენ იქნებოდი სტუმრთა ჩაწერაზე მინდა მოსვლაო და უთხარი ჩუმად შემოსულიყო მაგრამ არ გამოვიდა. ხო, მე შაბათი შოუ იყო თუ მაშინ მაგდალენის კომედი შოუ. დაგვირეკეს სამი არხიდან და იყო როგორც ეს ერთმანეთს უყურებდით რა მეთქი რა. ესე შეიძლება. ერთ კვირაში მოხდა ეგეც რა. უცებ უბრალოდ ვიდეოებს იღებ Facebook-ზე რაღაც შენი გულის ჭიას იხარებ და ჩვენ ვერ ხვდებოდით რომ შეიძლება საქმეში გადაზრდილიყო რა და ამაში ვიღაცას ფული გადაიხადა და შემოთავაზება ყოფილიყო. და ერთ კვირაში დარეკა 3 არხმა. ჩვენ აი მართლა სრული შოკი გქონდა, იმიტომ რომ ცოტა რთული დასაჯერებელი იყო რა. ხო. და მაშინ ვიყავით 6 ადამიანი, ვინც ვაკეთებდით ამ ყველაფერს. დღეს ვინც სერიალშია უმეტესობა, ჩვენი მეგობრები. და რუსთავიორმა გვითხრა რომ კომედი შოუმ რომ 6-ვე საგიყვანთ. ჩვენი მიზანი იყო რომ მარტო მე და გიორგი არ ყოფილიყავით ამ ამბავში და ჩვენი მეგობრები ვინც გვერდში გვედგა, აუცილებლად ერთად უნდა ყოფილიყავით და შევცვინდით 6 კაცი ერთად. რუსთავიორზე რა.
მქონდა ჭიათურის ოთახი მე ერთ-ერთი ოთახი ჭიათურა ერთ-ერთი ეწერა. აუჩი მაგარი. კაი, კი. და ხო და მე მაქედან მანდიყავით რაღაც პერიოდი და მე როგორ წამოვიდა სერია. წელზე მეტი რა. წელიწად ნახევარი. ჩვენ ფორმულაზეც გადავყევით მე დაახლოებით 1 წელი ვიყავით იქ ფორმულაზე. და მე უკვე იდეა გქონდა სერიალის. დიდი ხნის იდეა იყო და იქ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რატომღაც არ გადაწყდა იქ რომ დაწყებულიყო და არ იყო ინტერესი. ხო ინტერესი არ იყო ალბათ რაც იყო და წამოვიდა სხვადასხვა არ ჯეროდა ჩვენი რავი რატომღაც ეგეთი ის იყო. და დავიწყეთ სერიალი და მაშინ იყო ესეთი ამბავი რომ სერიალი რომ დავიწყეთ დამკვეთი ვინც იყო პროდაქშენში ვიყავით. რეით 11 იყო მაშინ აღარ არის. გვითხრეს რომ აი 100,000 ნახო თუ იქნება კვირაში არის საუკეთესო შედეგი და ხო YouTube-დან გამოდან ჩვენს ნერვიულობდით რომ როგორ შეიძლება ერთ დღეში ქონდა ხოლმე თავიდან 302 ქონდა ერთი ხო მე პირველ სერიას ქონდა ხოლმე 100,000 დილას იყო ხოლმე უკვე მილიონიანიც გაქვთ მაგრამ ხო ერთ პირველ სერია და მეორეც ახლა ხდება მილიონიანი მე მგონი ტრეკები გვაქვს მილიონიანი ბევრი კი 3 თუ 4 ო და მის მე თქვენი თავი საქმიანობა არის ეს სერიალი კი მე სხვაგან არ გვიმუშავე კაი და ტოპე და ტანჯული ვინ არიან? ჯერ თავიდან ტოპე ტანჯული იყო და ნუგზარა მერე გახდა და ნუგზარი და ლუიზა პოპულარული. ეხლა რომელი პოპულარულია? რომელი წყვილი? ჩვენი აზრით ნუგზარა და ლუიზა ბევრად პოპულარულია. ჩვენთვისაც. ჩვენც უფრო მეტად გვიადვილდება დაწერას. მართლა? აი არ ვიცი. იმიტომ რომ უფრო მეტი ნუგზარა და ლუიზა ყავს ნანახი ბიძები, აი სასტავი რა ვინც ყავს. ზემო იმერეთში განსაკუთრებული იუმორია და აი არ ვიცი ისეთ ადამიანს შეიძლება კონდეს ისე სასწაული იუმორი საერთოდ რო არ ეთყობა გარედან მაგრამ სახეზე რო არ ეთყობა სუფრის იუმორი თუნდაც რა რაღაცა ყოველდღიური ცხოვრების აი სატირაა თავიდან ბოლომდე იქასა გაჭირვებას ხა შეგიძლიათ გაჭირვებული ადამიანი თუ არ არის რა და ცოტა ესეთი რაღაცა წნეხში თუ არ არის რაღაცაში აი ეგეთი არაკავლილი ეგრეც ვერ გადაყობს რა ცხოვრებისგან თუ არ არის გატეხილი ასე ვთქვა ეგეთი ხალხი ჩვენ ახლა ბევრად უფრო მეტად გვევასება რა ნუგზარა და ლუიზა ჩვენი დადებითი პერსონაჟები არ არიან რა. რეალურად. ხო. ხიოს რომ დააკვირდე. არც ერთი არ არის. ნუგზარა მით უმეტეს ვინ არის მოდი ვთქვათ რომ არავინ არ არის ხო, ეგეც არის. ტანჯული და ტოპე? აი ან ეგენიას წარმოადგენენ, არაფერს არ წარმოადგენენ. უბრალოდ ჩვენ გვინდა დავანახოთ ხალხს რომ არ არის მარტო ამათი ბრალი რა. ცხოვრების ბრალიც არის და ირგვლივ მყოფი ხალხის ბრალიც არის და ლუიზას ბრალია მეწილად რომ ტანჯულა ასეთი არის რა. ხო. იმიტომ რომ დედასი. ხო, ყველაფერს პატიობდა ბავშვობიდან, ესეთი ჩამყრელებული დედა იყო და მე დაიჯერა ტანჯულამ რომ ყველაფერი ეპატიება. სავარაუდოდ მაგას ვფიქრობ ჩვენ ამ პერსონაჟზე. ტოპე უფრო რაღაცნაირად დაჭარბდა. დედას ეროს რამაზოტი. ტოპეს კიდე აქვს ის შემორჩენი რომ რაღაცები არ შეიძლება და რაღაცებს ხო იძახის ხოლმე რომ ხო, ტოპეს ძალიან დაჩაგრულია ეს ღირებულებები გაზრდილი ბავშვი, რომელიც ეს ძირითადად იყოს უთქაფათქოს, დიდი ხელი ახლა. მაშინ ახლა თან ცოტა ესე მუსული ვიყავი პუტკუნა და უფრო მიხდებოდა იქ პერსონაჟი, ახლა გავხდი რა. ხო. ლანკი უნდა იყოს ტოპე რა. ხო, აი ჭიათურა შემოდიხარ დილით თვალი, ხო? ეგეთი მიზე აღარ ხარ ვიძე და. არავის არაფერს არ უტარებს რა, იუმორის დიდათ არ სიამოვნებს. სუგონია რომ თელი ცხოვრება და აი ყველა გარშემო ვინც არის ამას ებრძვის რა, ანუ ეგეთი ტიპი. თვით შეფასებას იმაღლებს ამ დარტყმების და ერთი ამბი. და მე ვიღაც გოგო ესე ასწევს. ხო და ეს ამ სერიალისთვის მოიგონეთ ეს პერსონაჟები? თუ მანამდე სკეჩები ტოპე იყოს სკეჩი იყოს. მაგს მეგონი Facebook-ზე სოფის ბირჟა იყო ცხარი რო გალახა. აი ხო. აი ეგ პერსონაჟი რო გააკეთა, აი აღარ ვარკოდი რა. მე ხვეწებოდი ხოლმე გააკეთეთ. მე ტოპეთი დავიწყეთ ვიდეოების გადაღება კეთილებს. იქამდე პესი გადაბონდოთი ვიღებდით ხოლმე. ტოპეთი დავიწყეთ. იმიტომ რომ კომედიაში ის ერთი სკეჩი რო გააკეთა, მე აღარ გააკეთეს. ყველა ვიძახთის რომ სასაცილო, მაგრამ აღარ კეთდება. ამდენიმე ადამიანს არ მოწონდა რა. და მე ტოპეს რამდენიმე ვიდეო რო ჩავწერეთ და ძალიან წაიღო. აი ეგეთ ჰაიპში რა ვიცი, მართლა მილიონები ქონდა თითქმის ყველა ვიდეოს და ღირში ერთი ვიდეო მინიმუმ იყოს. ხო და მარტო ტოპე და ტანჯული და ნუგზარა და ლუიზა არ არიან. სხვა პერსონაჟები ძალიან კოლორიტულები და სახასიათოები არიან. ვალერა კი, კი.
მაგრამ ასრულებენ. ხო და კაი მაგ თემებს სანამ გადავალთ პერსონაჟებს როგორ არჩევთ და ეს ადამიანებს საიდან მოიყვანეთ. რაც მაინტერესებს და საინტერესო არის თქვენგან კიდე არის თბილისი როგორ ჩანს გარედან რა. თქვენ ჭიათურიდან დაიწყეთ და ჩამოხვედით თბილისში და აქ ცდილობთ რომ გააგრძელოთ თქვენი საქმე. ვიდეოში სერიალშიც მაგას აკეთებთ. ხო და ადვილი იყო აქ გადმოსვლა? რამდენად ადვილი არის აი თქვენაერი ახალგაზრდებისთვის ჭიათურიდან რომ გადმოხვიდე და აქ დაიმკვიდრო თავი. ადვილი არ არის და ეგრევე ხვდები რომ ჩამოდიხარ ასე რომ თქვა. ერთ კვირაში ხვდები მე მეტრო რომ მოგბეზდება ეგრევე ხვდები რა ადვილი არ არის. ხო და რა იყო პირველი ის რა იყო აი წინააღმდეგო კი რა სირთულე თუ რაღაცა უცხოთ იგზენით თავი? აი ჩვენ მოდი სერიალზე ვიტყვი პირველ რიგში სულ ეგონათ რომ აი თბილისში თუ ჩამოვლიან მე შოკით ჩამოვარდება დიდი ესე ტომარი. როგორც ევროპაშია. დაგეცემა თავზე. იქ ბიჭი ყველაფერია ის მაგრამ ეხლა ვიღაც რაღაც მოატყუებს ინე ჩახვალ იქანა და წაცინცლავ რაღაც. აი ეგეთი ის ქონდა რომ ანუ იმხელა დიდი მეგაპოლისია ხა თბილისი იმათთვის რომ აი არ არსებობს რომ შეერი ვერ მოკვდები რა ეგეთი ამბავი იყო და რაღაცას გეიმართებოდნენ მაგრამ მაგათაც ძალიან ბევრი ის შეხვდა და ჩვენც სხვათა შეიძლება ჩვენთვისაც რთული იყო რა ასე თუ ისე მაგრამ გამოგვივიდა რა ისე იმიტომ რომ საყვარელი საქმე მქონდა იუმორში ვიყავით რა და ისეთი ამბავი იყო იუმორი რომ თან კარგად მოღვაწეობდით და ძალიან კარგად მივიღო აქ ორ მაყურებელმაც და მე წავიდა ეს ქუჩაში ცნობა პირველად რო გვიცნეს აუ რა გითხარ მაგარი თავი ვერ ხვდებით რატო გვესალმებიან თან ისეთ ხალხისგან აი ცოტა მოხუცი ხალხი რო გვესალმებდა ისეთ სიტყვებს ისე გვეფერებოდნენ რომ აი ვერ ხვდებოდით რომ რატო მეთქე ეს უკვე თბილისში ხო თბილისში მაგრამ ეს რამდენი ხნის მერე მოხდა ეგ კაი ხნის მერე რამდენი კავაინის მერე 3-4 წლის მერე თავიდან ძალიან რთული იყო იმიტომ რომ გადმოდიხარ ეხლა ძირითადად უმრავლესობას აქ თბილისში ბინა არ აქვს საცხო ქირით ხარ რაღაცა დამოუკიდებლად ცხოვრებას იწყებ, იმიტომ რომ ხა ჭიათურაში სახლში მიდიხარ საჭმელი და კარტოფილი. საჭმელი ხდება, ანსაცმელი გარეცხილი ხდება, აი აქ რო გადმოდიხარ უკვე შენ თავზე ხარ აბსოლუტურად პასუხი. თავიდან კაია ხო? მე დედა გენატრება, დედა. რთულია მე დედის გაკეთებული საჭმელი გენატრება და დარბი ხარ ჭიათურაში. კვირაში ერთხელ და ამ ყველაფრის დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყება არის თბილისი უკვე ჩვენთვის რა, ჩვენაირი ხალხისთვის და აქ იწყებ დამოუკიდებლად აზროვნებას, რომ შენ უნდა იფიქრო რომ საღამოს რა შეჭამ, დილით რა შეჭამ, ასე სისუფთავი რაღაც სახლი უნდა დაალაგო, ეგ რაღაცები. ჭიათურაში არ გაქვს რა სიტყვაზეა და სხვასაც არ აქვს სიტყვაზე ხონში არა. იქ ვარ დედას ტანჯულები. ხო, ეს ტექნიკური საკითხები, მაგრამ ფსიქოლოგიურადაც სხვა საზოგადოება არის განსხვავებული, აი სხვა უცხოთ იგზენით თავი რომ ჩამოხვედი. თუ ადვილი იმელებს კომუნიკაცია კარგად გვეხერხება და მაგ შემთხვევაში ვერ ვიტყვი რომ რამე გამიჭირდა კომუნიკაციის თვალსაზრისით. თუნდაც აი რაღაც აქაურ ხალხთან თუ საქმეში შესვლა და თანამშრომლობა და რაღაცა ეს ბარიერები არ იყო? არაფერი ხო ისეთ. თან ჭიათურაში იმდენად 18 წელი თუ 17 წელი ხო ვიცხოვრეთ. იმდენად ერთ ახლა ვიცი თრუმენის შოუში რომ აი ახლა უკან ის Volkswagen-ი გაივლის. ანუ ეგრე იყო რა. ზუსტად ვიცოდი სახლიდან გამოვიდოდი სკოლაში მივიდოდი ვინ შემხვდებოდა ანუ ერთ და იგივე ხალხი ტრიალობდა. მე იქიდან რომ გამოვიდოდი, ვინ დახვდებოდა ლუდის ბავი მით აქვია. ჯიქით ხელში. სამსახურიდან ვინ რომაზე ბუნდა. მე რომ ჩამოვიდი იქ კოტრები ერქვა, ვინ ჭუბობდა, ვინ არჩევდა საქმეს, ვინ იყოს იმენ ასე ვინც კაჩაობდა. ანუ ცოტა დაღლილები ვიყავით ამყო, ცოტა კი არა კარგად ვიყავით. რომ რაღაცა ახალს ველოდებოდი. თავიდან გაასწორა რა თბილისი. მაჯანიშვილზე ვიყავით. იქ აი ამბავი იყო ნამდვილად. მე თავისი მინუსების რა თქმა უნდა, რაც მოყვა პატივცემულმა, ბევრი ძალიან ისეთი წნეხი და ძალიან ისეთი რთული ამბავიც გამოვიარეთ. და უნივერსიტეტიც არ არის რაც გონია. აბსოლუტურად სხვანაირი რაღაც. აქ ის გააგრძელეთ სწავლა, სასწავლებლად ჩამოვედის. თავიდან ეგრე იყო. გეგმაში, მაგრამ ჩემი შკაფი რო მეგონა. ხო რა, ყველას ეგრე წარმოედგინა რა, რომ რაღაცა. რაზე ჩავაბარეთ? მე ჩავაბარე სამშენებლოზე. მე არქეოლოგიურზე ჩავაბარე. თესეო თუ? არა, სოხუმის უნივერსიტეტში ვსწავლობდი და მე სამართალზე სეულში ვსწავლობდი. ანუ ერთ ერთმა მოლოდინი ვერ გამიგო. ორჯერ ჩავაბარეთ, მაგრამ რაღაცა ჩვენი არის. ხო, აი პირველად რო გიპეიში შევედი, შოკი იყოს. მამათა მონასტერს უძახოდნენ აი პირველ კორპუსში. არავინ ანუ სულ ბიჭები რა და ხო ხთა რაღაცას მაინც ელოდები რა. აი ვიღაცის თვალს გაუხარდეს ვიღაციდან ახლა. სასწაული ამბავი. ყველაზე ცუდი ეს არის რომ კარგად წარმოგიდგენია. იქ ხდები რომ რაღაცნაირად პერსპექტივა არ არის რა. აქ ასე რომ გააგრძელო.
მე მაგალითად ეგ მომენტი მქონდა, სადაც მეორე მესამე კურს პირველ თავიდანაც, მაგრამ მოდი ვცდი, რომ ფიქრობდი, რომ აი რომ დავამთავრო მე რა იქნება. ეგ რაღაცა ვერ დავინახე. ყველას ეზარებოდა შემოშვა. სამწუხაროდ ახლა ჩემი ჯგუფელი ვინც რავი დაამთავრა და მაგისტრატურა არც ერთი პროფესიით არ მუშაობს. ეს მარტო ჩვენ თავს არ მოხდა და ჩემ ჯგუფში არ მოხდა. ზოგადად ესე არის რა. და მით უმეტეს ახლა არქეოლოგიაც ესეთი პროფესია არის სეზონური თორმასინ. სუგჭირდება ხო? იქ ჭიათურაში როგორ მიიღეს თავიდან სერიალი? ცოტა ისე რა ქვია. თულად ხო ალბათ. შორიდან ცუდად, მაგრამ ახლოს რომ მიხარ მე ყველას მისვენთ. რაც გადავთ ბიჭო ჭიათურაზე არის ეგ დიტოს ქონდა მანამდე ის რომ ვიღაცები დიტომ გაგვიყვა. მე ბიჭო დაგაჭირყურებს ვიღაცები. აი ეს ახლო და რომ ნახავ მე არაგაში ჩვენები ხარ რაღაც. ხო რეალურად ჩვენ ჭიათურას ღმერთმა დაგვიფაროს პირველი ელჩები ვართ ესები თუ ჭიათურის და რეალურად გვინდოდა რომ გამოგვეჩინა გვენახებია ხალხის აი ესეთი ქალაქია რა ამაზე ესეთი ისტორია. კი, ხო მეც რომ მოხდი პირველ ჭიათურაში ცოტა გავკურებული ვიყავი რა პოსტაპოკალიფსურის იმას ვამბობთ რომ ტოპე ტანჯულა მარტო ჭიათურაში გია თბილისშიც არის და თელავშიც არის და ყველგან არის და ღმერთმა დაგვიფაროს რომ ჩვენ ქალაქზე რამე ცუდი თქო პირიქით რა. ხო. კაი, ეს პერსონაჟები ესენიც ალბათ ხო თქვენი ცხოვრებიდან გარემოცვიდან არის და მსახიობებს როგორ არგებთ რა, ანუ ძალიან ხშირ შემთხვევაში არის ხომ ზუსტად დასმული აი მსახიობზე და მაგას მნიშვნელობა აქვს პერსონაჟი შეიძლება მაგარი მოიფიქრო და შექმნა, მაგრამ მე მსახიობმა უნდა გააკეთოს ეს. ჩვენ ვართ ამ სერიალის სცენარისტები და მე და პატრიცემული ვართ რეჟისორებიც რა. და სცენარს რო წერთ უკვე ძალიან გვიადვილდება, ანუ ჯერ ხო ძალიან შეთამაშებულები ვართ ერთმანეთთან ზუსტად ვიცით ან რასაც ვამბობთ რაღაცა ხუმრობის ან даже ერთმანეთს უბოლოვებთ რაღაც სიტყვებს, იმიტომ რომ ძალიან ერთად მოდივართ, ძალიან დიდი ხანია და სცენარზე ერთად მუშაობთ და თავი გვიადვილდება, აი ბაჭია მაგალითად რა ყველასე ისე ვინც გავარდა ახლა რა. აი საერთოდ არ იყო თავიდან გადაწყვეტილი. შემთხვევით გადავიდა. შემთხვევით იქვე გამოიარა რა. მსახიობი იყო და ესეთი ადამიანი. რომ ანუ ისე გადავიღეთ რომ ბაჭია საერთოდ არ ერქვა, მაგრამ მე აი უშუალოდ ესე გადავხედით ერთმანეთს. ანუ არ გვიფუჭდება ხოლმე კადრები რა, არ გვეცინება აი იმდენ თავიბრიდე რა მაგ კაცმა რომ თამაში დაიწყო. ჯერ მეგონა რომ მეთქი სად დათვრა ბიჭო, ანუ სანამ ხო რა, მაგრამ ბუნებრივად იქიდან გადმოვიდეთ აქამდე მეთქი სად დათვრა, იმიტომ რომ ანუ ჩვენ უცხო იყო რა, იმიტომ რომ ვინცაც ვიღებდით ხოლმე არ იყოთ რა ეგეთი მსახიობური ის ვერავლენდენ ხოლმე შეიძლება, იმიტომ რომ ბაჭია იყო ალბათ საუკეთესო მაგ ამბავში. ეს თვალები რაღაცნაირად ესე ამოატრიალდა და ესე იყურებოდა აი ერთი იქით შოკი. ხო ეგეთი თამაში მეც არ მინახავს. შემთხვევით გადავიღეთ და გაირკვა რომ ბაჭია უნდა დარქმეულიყო რა ამერიკა და. იმიტომ რომ ნუგზარას ყავდა ძმაკაცები, ვიღაცები ყავს. თან ბაჭიას ავიდა. გია პიტკინა მაგალითად გამოსაჩენი ჩვენ ვიცით ვინ არის, მაგრამ თუ მოხდა ისე რომ ვიღაცა შევხედეთ, იქნება აუცილებლად. ხაბუა. აი ის ყავდა ესე კიდე. ანტონა გამოვა. სკამზე უკრეს. აი ნუგზარის ძმა არის ძალიან კაი მსახიობი, ჭეთურის დასის მსახიობი ეგიც. მუხრანი. ვალერი ხო ჩვენიც. ვალერი კომედია. ვალერი ანუ თითქმის ერთად დავცხეთ რა ასე ვთქვი. ჯიმიაც მოუხდა ძალიან. ჯიმსონი სტალინის ისტორიების და ჩიხნულ. ჯიმის მომწონს ის როაც სერიოზულ ამბებში რომ ინგლისის მაიკით და ხო ბევრი ყავს ეგეთი ნანა მანჩესტერის მაიკით და ინგლისის მაიკა ჯინსის შარვალი და ტყავის ანუ ის ტენტუფლი არის ბევრი ადამიანი ყავს ნანახი და ვცდილობ თქო რაც ნანახი გვაქვს ეგ გადმოვიდა. ო სტალინის ამბები ისიც მაგრა გავარდა ის მოხუცი გაჭრებული ქალი რა ხა სტალინო ეგ ის დილო რატო ხარო შენო მაგ ისტორიის მომწოდებელია ბიზაჩემი რა და ახლა სუჩავდი ვარ ხოლმე დღემდე რომ ვიყავი ახლები მაქვს მეთქი მოყევი რაღაცები მოყვაჩი სასწაულო რაღაცა აი მოდი შევისვენოთ სიურპრიზიც გადავიდეთ რაც გითხარით თავიდან ჯერ გვაქვს სოკარის შეკითხვა შეისვენეთ დავის ენერგიით და თავისუფალ დროს როგორ ისვენებთ რა არის თქვენ ეს დასვენების ყველაზე კარგი საშუალება ჭიათურაში ჩასვლა თევზაობა თქო თევზაობაც კაია თევზაობა დაგვაწყვეტა ახლა ბოლოს ამბოლოს სიდიდა მიდიორ ჭიათურაში იმიტომ რომ სულ გვენატრება რა იქაურის რაც უფრო მოდიხარ ამდენი წელიც გადის მე უფრო და უფრო ნოსტალგია გაქვს იქაურ ხალხთან და ზედათ ვისვენებთ ჭიათურაში ოღონდ იქაც ერთად ვართ რაღაცა ჩვენი საძმაკაცოა რომელიც სულ გვეღადავდით და ჩემი
და ეცემი ხატავდა ხოლმე აქ ხას ვიტყვი. დედა ბალაბალო იმნაილები ხო არ ხართ? არ იმდენად ხო იმას არ მაგადრესა მიდანასტები ხო არ ხართ მაგას მომეტყოდა. ანუ იქ ერთად ხართ, ერთად ცხოვრობთ რაღაცა თქვა. აქ მოდიხარ დედა გარაჟში, ჩემ გარაჟში. აი ეს 8 თვიანი პერიოდი, კორონას პერიოდი ვიყავით. დომინოსკები მელანდე. დომინოსკები, აშუ ვიცოდი ჩარიდურ არაერთ უნდა მეთამაშე სად მედო კიდე დამალული და ასე. გარაჟში კარტოფილის ან დასვენებდაც ერთად ისე ერთად სულ ერთად თევზაობა მე თევზაობა ვერ დავამოღამე რა აუ კაია ბიჭო მე უფრო ბადივს მომწონს დინარეზე რო უყურებ ხო ანუ არც მიცდია უბრალოდ რო უყურებ არც მინდება რომ მგონი რომ მე ძალიან მოვიწყენ მაგრამ ნუ ისე უყარს ხალხს რომ თევზს რო ხედავ და უნდა დაიჭირო ბადით ერთხელ დავიჭირო 7 კალმახი ერთად ამოვედი ყვირი ვარ ზოიაბებია იყო მინდორში რა ცხრებს წესვა და იმასთან მივებინე გაიგე შემო 7 კალმახი ძალიან დიდი ისე ემოცია და ენა სოკოს პოვნას აქ ეგეთი კიდე რა იხს რო იპოვე რასწორებს რა სათევზაო თუ მიდიხარ ვერ მოიწყენ ახლა ეგეც მე წახვიდე რამდენიმე ადამიანი მე ხო მაგრამ ხო ხო ეგ არის ეგ გართობა ძირითადად მე ახლა ვინ თევზაო სათევზაო ჩავაზე ვინდირება კარგი ეს საჩუქრები ჩვენი მეორე სპორტ ტიშერტ ჯისკა რომელიც იყო მაიკა ჯიადრე და ტიშერტი არის თქვენ სპეციალურად შეგირჩიათ მაისურები რომლის არის არ ვიცი მეც არ მაქვს ნანახი შეგიძლიათ გახსნა და შიგნით არის კიდე ერთი სიურპრიზი მონახოთ ტიშერტი აბა ნახოთ ხმარო გამოვურთო ვიდეოებს შენ ხო ეტიკეტზე უნდა იყოს აი ზოგადად თანაშრომლობის და სპონსორობისთვის ვა აი კაც ხო ანუ ესე იგი ტიშერტმა ხო ეს მაისურები თქვა ეს ამის ეს შემია წესით XL-ია შეძლებს ავწერში მივთებ ლინკს და ხო ტიშერტმაც გამოთქვა სრული რომ თქვენთან აქედანაც დაუფიქსირო ძალიან გვიხარია თქვენ დაგიდგეთ გვერდში სერიალი იქნება თუ რაღაც სხვა პროექტი დაგაკავშირებთ მე დიდი სიამოვნებით მაიკაც კაია ჭიათურას კაია ბიჭო ერთი შავი გულიდე ხა დემი ეტყვი და თუ არ იქნება პრობლემა მაიკებით არ შეიძლება და ხოლმე სიარული იმიტომ რომ შეიცვალა ეხლა არა ისურება ახლა მაგაროვიც გაჩერდა და გადასვრის აკა დავკეცი ახლა და ჩემ რო ეს პოდკასტი უყურებს სულ მაგაზე მიჩხუბო და რატო არ იცი და მაიკის დაკეცვა მე სარეცხის გაფინდი მე ასე ვიხდი ხოლმე ეგ დათო მოიწამო ლენტას მოაშორებ და უგრმესი მადლობა კიდე უგრმესი მადლობა თქვენ და ტიშერტი იმედია ო ესე იყოს იმედია კარგად წავა თქვენი თანამშრომლობა და ამასაც ჩავდებ მიდი ისე ხო სერიალზე მუშაობის პროცესი სცენარისტები თქვენ ახართ მარტო თუ გავთმე ჩვენ და ჩვენი ძმა და მეგობარი ერთი ვინა გიორგი გურული ყავენიდან ერთად მოდივართ ყავენა კი არა ბავშვობიდან ჩემი კლასელია ხო და თქვა რაღაც გააქვთ გაყოფილი რომ თქვა ისტორიას ერთი წერს და მე ხუმრობებს თუ ეს ერთად ციხარს და ერთად სამივე ერთად წეს არის ხოლმე რაღაცა მომენტები რომ რაღაცა ცოტა გაყოფა არის რომ რაღაცა ფიქრობთ რა რაღაცას შეიძლება მოგივიდეს რაღაცა გზაში რაღაცა თქვა ხაზი ეჭება ესე ხوار გავაგზავნოთ და დავფიქრდებით და ერთად წვეთ საბოლოოდ თორე აზრები ახლა სამივეს გვაქვს ჩვენ ვიცინით სცენარის ამბავზე რომ ეგ არის ერთ-ერთი საყვარელი საქმე თუ კაი ხასიათი ხარ რა აი სცენარის დაწერასაც ხასიათი უნდა რაღაცა ესე შენ პრობლემებში ხარ რაღაცა და უცებ მივარდე ყავარ სცენარი წერო არა მაგიტომაც ცოტა ეგეთი ამბავი მაგრამ რა ასწორებს რა იმდენი რამე გვაქვს მოფიქრებული ისე აი ვიხრჩობით ხოლმე სიცილით მაგრამ სამწუხაროდ ვერ გვაქვს იმის საშუალება რომ ეს განმახორციელოთ ფინანსებთან არის სულ დაკავშირებული თუ იმდენი აბსურდია ხოლმე აი მაგალითად ბოლო აბსურდი იყო ტანჯულას სამშვილიანიც ოჯახში მე 6 სეზონით იწყება ხო? რა ვიცინით, რა ვიცი. 80 დუბლი ჩამოვიტანეთ მაქსიმუმ 80 დუბლი ჩამოვიტანეთ. ეგეთი ამბავი არ დაგმართნია რა. იმიტომ რომ შენ რო წერდა რაღაცა და თან შენი საქმეა და დროზეც შენ ხარ პასუხისმგებელი და ყველაფერზეც და იმაზეც და აღარ გეცინება ერთის ხო. იქ რა ვემართ არ ვიცი. თან ნახე ის იყო რა. იმპროვიზაცია იყო და ტანჯულას სიარული რა. ხო ვიცი ახლა ტანჯულა როგორც დადის.
უცებ დააწვა სამშვილიანი ოჯახი და ბოტებით რო გამოვიდა. აუ მოუკვდით. არავინ დაჯულა რა იქ ბავშვი რომ მიკროფონში ავსა ტიკტოკერი ოჯახი რო ყავს. აუ მაგარი. მაგაზე ვიცინეთ, კიდევ დავიბრით. ტოპეს სახელი და გვარით გაეცნო თან ამ ოჯახს რა. ტარილეთ ყებარაზე ამის გვარში. იმდენად იდიოტია რა ვიცი, სრული აბსურდია და რაც უფრო აბსურდია ჩვენც მე. ლავახში ჩემ. ვთქვა იმ რამდენი ხდება ხოლმე მე ეკრანზე ასაც დაწერთ ხო არის შეიძლება წარმოიდგინო ხუმრობა და არ გამოგივიდეს მე ეკრანზე რა ძირითადად რასაც ისე წერთ ხოლმე რომ უკვე ისე ვარ მიეჩვიეთ უკვე მაგას ზუსტად ვიცით რა უნდა გადავიღოთ რა და რას ვერ გადავიღებთ იმიტომ რომ პირველი ორი სეზონი იყო რომ რაღაცა იდეა ამას ხო ვიცით რომ ვერ გადავიღებთ და ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა რომ თქვა დაგვიწერია და რაღაცა და მე ისეთი პრობლემები აი მანეკენი ვერ ვიშო პრობლემები ყოფილა ხოლმე რომ სცენარი შეცვლა მოგვიწია ლოკაციაზე მოგვიწია ხოლმე სცენარი აი მოსახოში ტანჯულა ვარდება მანქანა და უბრალოდ კარები ეხება და მანეკენი ვერ ვიშოვეთ ახლა ხوار განმოვარდებ ყველაფერს ჩვენ თვითონ ვასრულებთ რა ხანსად ვეკიდებით და ხან ეგეთი ჭიქიშანის არ ვარ მაგრამ მანქანა და ვერ განმოვარდებ დუბლიორები არ არიან ჩვენთან პროფესიონალი მე იქნებიან არიან მე მგონი ერთი იყო მასოვკაში იყო ჩვენ თავი უნდა ქონოდა დამდნარი მე აჭოიში სუბორმურო და ხო ერთი ბიჭი და სალტო გააკეთა ძლივს ადგა მეთქი არა ის თვითონ თქვა რომ ესე ის ვარ რა აი სალტო კი გააკეთა მარც უდად დაიცა ხო პროფესიაც ეგ არის ხო არა ხო დუბლიორები ალბათ იქნებიან მაგრამ ბიუჯეტი არის გადაწყვეტილი ახლა რა არის აი რა შეიძლება გადაუხადო ახლა შენ მანქანა და რო აგდებ ადამიანს აშნარში დუგა რასაც ის არის ვერც ვერაფერს პირდებია დასვება და რაღაც ნუ აი გარი ბიუჯეტი რო ქონოდა ბიუჯეტია თორე საბევრი იდეა არის ესეთი რომ ვაზრო რა მოგიფიქრე ხა სიამოვნებით გადავიღებდით მაგრამ სამწუხაროდ არ არის მაგის საშუალება ხო, გადაღებითაც ხშირად იყენებთ ხოლმე უწყვეტ ძელ კადრებს, რაც ძალიან მაგარია და ძალიან ძნელი არის გადასაღებად. ხო, რატო ამ ხერხს რატო იყენებთ ხოლმე? ბუნებრივია. ხო, უფრო ცოცხალია რაღაცნაირად რა. მონტაჟიც ნუ შეიძლება კრუპნი რაღაცა იყოს ბევრად უფრო ცოცხალი. თან იქიდან გამომდინარე რომ ცოცხალი არის ხო, ცოცხალიც არის და თან ანუ ვიტყვით რომ კვირაში ერთ სერიას ვიღებთ. თან ჯერ წერთ. ვიღებთ და ვამონტაჟებთ. და მაგმხრეს მეორე ანუ ვიწებ შემდეგს მე დაიდება და ორშაბათს ვიწყებთ მე ამოფიქრებს კვირას და ორშაბათს ერთ რეჟიმში ვარ სამშაბათს ოთხშაბათს და ხუთშაბათს პარასკევსაც ხანდახან ვიღებთ მე ვამონტაჟებთ და ანუ მონტაჟის ამბავშიც იყო ხოლმე რაღაცები რომ ჯობია ხოლმე რომ ესე იყოს რა უწყვეტი კადრებიც მაგრამ თან ის მეორე ამბავი ის არის რომ ძალიან კარგად გამოგვდის ეს უწყვეტი კადრები და ძალიან ისე ბუნებრივობასთან არის ძალიან ოღონდ ჩვენ თუ თამაშობთ მაგ შემთხვევაში უფრო ანიჭებთ ხოლმე უპირატესობას უწყვეტებს იმიტომ რომ სხვა მსახიობები ახლა ბევრი პროფესიონალი და ის მაგრამ ცოტა ურთულდებათ ხოლმე და ცდილობთ რომ მაინც კრუპნებით გადავიდეთ ჩვენც არა გვაქვს დრო რომ სეტზე ინდეხას იმუშავე კადრზე იმუშავე ერთი დღე თქვა რაღაცა მოიყვანა და აი გასწორებს რატო აი ნებისმიერ რამეს აუხსნია და მეც გააკეთე შენ ახლა უცებ მოგირბენინები მსახიობს მოდი ჩაიცვი რაღაც გადაიცე უცებ გრიმი რაღაცა და აუხსნე რაღაცა ვერ გამოდის ხოლმე რა და ის არის რეპეტიციას არ გავდივართ ძირითადად არის ხოლმე ან ფინანსების ამბავი რომ ესე კარგად ვერ ვმუშაობთ რა ყველაზე ნაკლები დრო გვაქვს რეჟისურაზე რა თვითონ კადრზე რაც უშუალოდ ყველაზე მაგარი და ესეთი უნდა იყოს ყველაზე ნაკლები დრო გვშება ამისთვის მაგრამ არ ეტყობა სერიალს მინდა არის ხოლმე იმპროვიზაციები რა ბევრჯერ ყოფილა პირველ სეზონშიც იყო თავიდან რა დრონით გადაღებული კადრები და ბევრი მოდიხართ დიდი ხანი და ლაპარაკობთ რომ კარგი გადაღებული იყო და ეხაც ხარისხი არ დაგეგდიათ გადაღების რა ამის მიუხედავად იმპროვიზაციებია ხოლმე ჩვენი ამბავი კიდე რომ აი თუ ასე ვთქვათ, ანუ იქვე ისეთი რაღაცები დავადებულა, რომ ბევრად უფრო გავარდნილა, ვიდრე ჩვენი დაწერილი თქვა, ახლა რამდენიმე ისეთი. რაც ყველაზე უფრო მეტად ესე საცნობია, ასე ვთქვათ, დღეს ცნობილია, ძირითადად იყო ხოლმე იმპროვიზაცია, იმიტომ რომ ხო, კარგად ვართ შეთამაშებულები ერთმანეთთან და აი სასწაული რაღაცა. არ უნდა გაგეცინოს. რამდენი კადრი ხო მაინც გვეცინება ხო. ოღონდ არ გამეცინოს და ეს არ გავაფუჭო. და აი გარი მე მიდის ხოლმე მათ გადაგროყნა რა და მაგას თუ რაღაცა ისეთი პიზდეთის გაგვივარდა რა მე უკვე თუ გაგვეცინა მე უკვე შენ. ხო, იმიტომ რომ იწევს რომ გავუკრუნოთ, იმიტომ იმას მეორედ ვერ გააკეთებ, ანუ არ არსებობს რა, რამდენჯერაც არ გვიცდი. ჩვენ სერიას წაგვიშალა ერთხელ. სერიები წაგეშალათ? დაგვიფორმატ და ჩივი. ოპერატორის შეცდომა იყო და ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა წინსრება გქონდა. აბა, 6 სეზონში და. მოუკვდით. განგება მესეინება რა ის.
რომ ესენი გეიმართო და განგებმა ჩავაჭირდა კაროჩე. წაგვიშალა სერია ნახე. ისეთი ვეღარ გადავიღეთ რა. რომ თან რო იცი რომ აუ ის რა მაგარი იყო ახლა იმას ვეღარ იგარი რა ვეღარ თამაშობ. ხო ამის ანუ twin-ით ძნელი ძნელი იქნება ამის ის არა რომ დაწერე გადაიღე მე რაღაცა მონტაჟშიც რაღაცა იღებ ხო მონაწილეობა მე მოძებნე ლოკაციები იფიქრე ლოკაციები მონტაჟი ყავს მაგრამ ძალიან ცოტა ვართ რა 12-13 კაცი ვართ სულ ვინც ვაკეთებ და რთულია რაც არ რთულია აი ესე არ ყოფილა რომ სეზონი დაგიწერია და გადაგიღეთ ესე არ გიქნება არა არ ყოფილა და ანუ ეს რამე თქვა უპირატესობას გაძლევს გადაღების დროს თუ უბრალოდ დრო ვერ ისე ვერ ორგანიზება ვერ მოახდინეთ ესე რა იცი რახან სცენარისტები ვართ მე გუბეზრდება რაღაცები რა შეიძლება ანუ ყოფილა ჩვენს იმაში რა მაგალითად ნუ ეგეც არის მაგრამ მეორე არის რასაც ვამბობ რომ აი შეიძლება რაღაცა დაწერო შუტკა და მე აღარ გაგეცინოს რა ეს დიდი ხნის დაწერილი შუტკა არა და შეიძლება ძალიან მაგარი იყოს რა და რაღაცა და შეიძლება მე გადააკეთო ის და ის ვერ იყოს იგივე მაგარი იმიტომ რომ ბეზრდება რა როგორ სცენარისტი ისე რა არა და ბევრად კომფორტულია ეგრე რომ დაწერო რომ დაწერო თქვა და იცოდე გაწერილი შეიძლება ბევრად უფრო იაფით დაგიждდეს ჯერ ისედაც რაზედება ჩვენი სერიალი მაგრამ მაინც რა უბრალოდ წინასწარ იცი მე კიდე არის ხოლმე იქ რომ ვიღაცების აზრს ვითვალისწინებთ აი მაგალითად რო გადავიღებთ რაღაცა, ნახავთ, შეიძლება უცებ იმპროვიზაცია ისეთი გაიჩიტოს სერიალში, რომ მე სხვა რამეზე გადავერთოთ რა და ეს როცა გაწერილი სცენარია, მაგ შემთხვევაში პრობლემა გიქმნება რა. შეიძლება ისეთი მსახიობი ან თუნდაც ბაჭია, ან ვინმე გაგვეჩიტოს ისეთი, რომელზეც უნჯობესი იქნება ამის ხაზი გავაგზავნოთ ვიდრე სხვა რაღაცა რა. და ეგეთი ამბავია. მე ხალხის ასასაც ვითვალისწინებ კომენტარებს. რას მიაქვს რა. მაგას ვაკვირდებით და იმის მიხედვით ვაკეთებ. აი ძალიან ცოცხალი ამბავია ეს ჩვენი ეს. ხო, ეგრეც ხო, ანუ სამაგეროთ მაგას თავის პლუსი აქვს, რომ რეაქციებს ეგრევე აკვირდები და იმას მოყვება. რომელი პერსონაჟი მოწონს, რა ისტორია მოწონს ესე შემდეგ და აი ბაჭიაზე რაც ხო ხა მაგალითად ბაჭიას გადაღებას და ხაზის გაგრძელებას საერთოდ არ ვაპირებთ, იმიტომ რომ უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ადამიანი დალებდა ნუგზარის საერთოდ დალებდა. ნებისმიერ შეიძლება ყოფილიყო. ბაჭია გამოჩნდა და კიდე კაი გამოჩნდა. რა უშდელი ბოში არის. ნუგზარი უძახს 65 წლის კაცია მაგარი ტიპი. ნუგზარი უძახის ბოშს. ნუგზარი საყვალა მაშინ ჭიმა. ბიჭია რა. მილიარდელები ტვინშუტყვა ნუგზარში WC ჭიმა. აუ ნუგზარის ფსიქოლოგი ყავდეს ისე მაგაზე არ გიფიქრე ფსიქოლოგი არ მივა. არ დაძებდა ფსიქოლოგი. ფსიქოლოგია მამაოსთან. ფსიქოლოგია დაანახოს თავის ეს მოკვდება უეჭველიში. ვინც არის? არ დაინახავს. რაღაცა ყველა პროექტს აქვს ხოლმე მე რაღაცა თავისი დრო მოძდის რა რომ უკვე შენ ფიქრობ რომ ეხა ამის ბოლო მოვიდა ჯერ ისეთი ტემპი გაქვთ რომ მე ვერ ვატყობ რომ ხარისხში ეთქოს რაღაცა ძალიან კარგად გიჭირავთ და თქვენ წარმოდგენაში როგორ არის ეს აი ეგრე რა ჩვენც ჯერ კარგად მიდის თუ ფიქრობთ რომ უკვე რომ რაღაცა თქვა მერვე სეზონი შეიძლება იყოს დასასრული ან მეშვიდე თუ ჯერ მიყვებით შევხედოთ რა ეგეთი ამბავია რომ როცა ჩვენ თვითონაც უკვე აღარ მოგვეწონება და თუ ჩვენ არ მოგწონს ჯერ ისეთ რაღაცას არ ვაკეთებ და ყველაზე კრიტიკულები ვართ ჩვენ თავებთან რა აი მაყურებელის რომ შეატყოს მაგას აი მაგას ვერ უგზნობთ რა ზაბეშ ნერვიულობთ ხოლმე რაღაცას საკითხი იმიტომ რომ აი გადაცემაზე ხა ვიტყვით რომ გადაცემა ჩავწერეთ ხა რამდენიმე ორი ეპიზოდი გადაღებული დავიბრიდეთ ბიჭო აი რა გითხრა რატო ვინერვიული არ ვიცი რამდენი წელია თქვა ხა ბავშვი ვარ თქვა აი მოუკვდით ჯგუფიც ცოტა შოქში იყო რა აი მოუკვდი ისე ვინერვილი იმიტომ რომ ხო ძალიან კრიტიკულები ვარ ჩვენ თავთან რაღაცა არ გვინდა რომ რაღაცა ისეთი გაგვიპაროს რაც თქვა კიდე აკაკი მაგრამ არასდროს არაფერი არ დაგვიდია ისეთი რაზეც ვიტყოდით რომ რაღაცა ვერ არის რა სულ ყოველთვის ან თავიდან ვიღებთ ან რაღაცას ვსვლით ან და ძალიან ისე ufrთხილდებით ასე რომ თქვა ჩვენ შემოქმედებას მაგ კუთხით რა ჯერ არ ვფიქრობთ რომ რაღაცა გაჩნდა იმიტომ რომ იმდენი ხაზია კიდე ამ სერიალში რომელიც შეიძლება გაგრძელდეს და უბრალოდ ვერ ვაგრძელებთ არ არის საშუალება თუ რაც ქვია თუ რაც ბევრი ტილილი რო არ გამომივიდეს ჯერ არ მოვსულა მაგის და პირველი ჩვენ დავინახავთ რომ აი მე ხო არ გავჩერდეთ თქო უეჭველი ვიტყვით მაგრამ არ მახსოვს რომ ჩვენ ერთმანეთის საუბარში უბრალოდ ხო არა ისე გვითქვია რომ ცოტა აი ცხოვრებაზე თუ ამ ყველაფერზე გაბრაზებული რომ მეთქი ხო არ გავჩერდეს ბავშვი სხვა რამე ხო არ ვაკეთეთ მაგრამ როგორც შემოქმედების კუთხით არა ეგეთი არაფერი არ ყოფილა პირიქით ჯერ ვიცით რომ ძალიან ბევრი ტანჯვა უნდა პერსონაჟებს კიდევ და ხალხს ეგეთი ამ კეთილების კეთებისას ეგეთი ჰქონდათ და მომენტი რომ
აღარ ღირს და ხელის ჩაქნევის ხასიათზე. ბევრჯერ, იმიტომ რომ პირველი სეზონი იყო მოდი ბიჭებო ეს სეზონი და მე რაღაცა იქნება და მეორე სეზონის ეგეთი მესამეც და ყველა სეზონი იყო დასამტკიცებელი რა, აი აბსოლუტურად. ასაკის გემატება და ხვდები უკვე რომ რაღაცნაირად ესე აღარ შეიძლება რომ გაგრძელდეს რა, იმიტომ რომ რაღაცა უნდა მოგიტანოს უკვე რა თქმა უნდა ეხა მაყურებლის სიყვარული ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს ცნობადობა და ის რა თქმა უნდა მოიტანა, მაგრამ დანარჩენი რაღაც განვითარება ხომ უნდა სერიალს და ხო. აი ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს მინიმუმ და რაღაცა ეგეთები ხომ უნდა მოხდეს. კი, თუ თავიდანვე თქვენ სამნი წერდით პირველი სეზონიდან მოყოლებული, ეს ჯგუფი არ შეცვლილა, ხო? ხო, თქვენი ესეთი შთაგონება, ინსპირაცია ვისგანაც მაგალითს იღებთ რა, ვინმე არის, ვისაც უყურებდით, რომ აი რაღაცა იმისგან ისწავლეთ, თქვა პირველი იუმორთან შეხება რა იყო, აი რა ინტერესზე ვარ დაკვრებული, თქვენი გაფუჭებული კადრებსაც ხვდებთ ხოლმე რა და იქ რაღაც მომენტი იყო, რომ შენ გაჩერდი და მე მოიცა ეს ხუმრობა ესე არ გამოდისო და ამიტომ გააჩერე ეს კადრი და ანუ ესე რომ ყურადღებას აქცევთ იუმორს ესე პროფესიონალურად უდგებით რა, სად ისწავლეთ თუ უბრალოდ დროთა განმავლობაში კეთებაში ისწავლეთ რა, რაღაცა იყო, რასაც უყურებდით ან სერიალი ან შოუ ან შოუ ქალაქს რა თქმა უნდა უყურებდით, ბავშვობაში კომედი შოუს და ეგეთი. აი რა გახსენებათ ეგეთი რომ უყურებთ და მეც მინდა რომ ესეთი რაღაც გავაკეთო რა, ეგეთი რა იყო. არაფერი არ მახსოვს ეგეთი. არა, ალბათ ჩვენი ბუნებრივი და არ ვიცი, ზემოიმერული იუმორიდან გამომდინარე. ხო, თუნდაც რა ვიცი, სოფელშიაც ხდებოდა იუმორი მაგას ხდებოდა სასაცილო რა იყო თავიდანვე და. აი ისტორიები რასაც მოგვაქვს რა ვიღაცას, ანუ ესე ძალიანაც არ ვიფიქრეთ, ალბათ მოსმენილი გვაქვს, აი რაღაცა გაგონილი რაღაც ეგეთი ამბავი. გაგონილი ხა ის გზარას რო ისინი ხომ ტექსტები და რაღაცებს ყვება ძველ ამბებს ეს მოსმენა მიყვარს მაგრად რა აი სუფრაზე რო ვიღაცა ესეთი შუახნის ადამიანის ყვება თავის ისტორია ან ჯარის ან ეგეთ რაღაცა გიჟდები აი 3-4 წლის რომ გამახსენეთ რაც მატარებლებს იმაზე რო ყვება ეს თუ გაჩერდა მე ის გაჩერდება მე ეს გაჩერდება ხო ეგ და მოტყო თავის უნიკალურობას უსვამს ხალხს ხო რო მე ისეთ მაგარ პოსტზე მე წარმოიდგინე ეს რო არ მივიდეს და შლაგბაუნი რო არ გაუღი W აი ვიღაცის რო არ გაუღოს გაჩერდა მთელი მეტალურგიული კარხანა ეს იმერული კუტაბზიკოვარია ხო და ეს შეგიძლია ეს ტექსტებს უსპინო და ვიღაცა რომ მაგას ეხა ეგ მოსმენელი გაქვს ვიღაცას მოყოლილი აქ ზოგადად ეგ ტექსტი შეიძლება არ მაქვს მოსმენელი მაგრამ ის ტიპაჟი მყავს ნანახი არაფერს არ წარმოადგენს მაგრამ თავის ამას რო კითხო ეს რო არ მივიდეს სამსახურში გაჩერდა ყველაფერი არავინ არ არის შლაგბაუნის გამღებია რა არავინ არ არის მაგრამ მე ვარა ანუ ეგეთი ტიპი თან ცოლიც აჯერებს რო კეინუქს არის 276 ლარი ხელი ზესები ფული ანუ 276 ლარი ხელი ფასი და ეს არჩენს ერთი თვე იმუშავა სულ რა და ცოლი აძლევს ლუდის ფულს 10 ლარი ჭამბიჯიბიში ცოლი შევა იმას რომ ამან ოჯახის უფროსად იგზნოს თავი ცოლი უფრო აი ლუისა უფრო ნატანჯი ხალია ჯერ ლუგზარის უსწრებს მე მაგის ვაკაცებს მე შვილს მე შვილს სკოლაში ასწავლის ძონძები აქვს თავისი მე მაღაზია აქვს და რა ვიცი ეგ ბოსტანის ხო ექნება სადღაც მოიჭრეს ყადაღარ უნდა ადეს შემეცოდა აბა ანგარიში მარტო ლუიზას ქონა და პეტანჯულას არ აქვს პიადი ნომრები ვალერას ცოლის მოყვანაზე ფიქრობს და ყველაზე და მთელი დედამიწა ბრუნავს ამის გარშემო მაგარია ლუიზა კი ცოტა თავიდან მიჭირდა გაგება ლაპარაკის მაგრამ მე რო უსმენ და მე ყური ეჩვება მე რა მეც მიჭირდა ხშირად მიჭირდა დღესაც რაღაცები არ მესმის ხოლმე მაგრამ ნუ მე უკვე ყური მიეჩვია მე უკვე ხო და მათ ის არის რომ ხას ანუ რო ცდილობ ნელა ვილაპარაკო ხასიათიდან ვარდები რა ეგრე და მიჩემნია რომ აი ორჯერ და სამჯერ გადაახვიონ და თან მაშინ მიკროფონების მაგარი გქონდა თუ ის პეტრიშკე ქვაზე ვიწერდით მართლა ასე ასკამებით რაღაცით ვიწერდით პირველ სეზონში ამ სასწაულები გავიარეთ ხო კარგი ანუ ჯერ კიდე იდეები გაქვს და გაჩერებას არაპირებთ და ძალიან მაგარია რა ხა პირველი რამელი გახსენდება ყველა საყვარელი სცენა აი რითიც ამაყოფ რომ ეს სცენა გამოგივიდათ და ეს გააკეთეთ ნუ 5 სეზონის განმავლობაში მე 6 არ ითვლება ჯერ ხა ძალიან ისეთ ნუგზარიდან იმისმა რომ საფლავზე არიან დედის საფლავზე რო არის ეგ სცენა მომწონს ძალიან და რა მორალი აქვს აქ ნუგზარი არიგებს თავის იდეაში ამბობს სიმართლეს რომ მიცვალებულს ახლობლების საფლავი არ უნდა მიატოვო და რაღაცა მაგრამ ერთადერთი კომენტარი იყო ყველა რომ კარგი სცენარი და ესე უნდა ვქნათ და ესე უნდა ვქნათ და არ უნდა მივატოვოთ წინაპრები და ის ერთადერთი კომენტარი იყო რომელსაც ეწერა რომ ამ ეს ხოული დედამისის საფლავს ნუგზარი ხე იყო ამოსული საფლავზე მორალო კაცის მორალი და კარებია არის ჩამოგდებული რა ხო და
ესეც ჩანდა იმაში რომ უზარაც არ არის გამკეთებელი ხოლოდ ერთ-ერთი აძახებს პირველი რაც გამახსენდა იყო ეს რასაც ბოლოსო ტანჯულის ის ოჯახი გადავიღეთ იყო ჩემთვის აი просто პირველი ეგ მომივიდა თუ ძალიან ბევრი ეგეთი კადრი დაჟე ჩემი ძმა უყურებდა იმ დღეს საჭმელს ჭამდა და რაღაც ის ყურება ხო არის შემოსული ასე ვთქვათ და უყურებდა ჩვენ რომელიღაც სერიას და იმდენი ვიცინე ვაფშე არ მიიღებია რა ეს სერიები არ მინახავს რა და ვამბობ რომ ჯერ არ ვნახავ რა ალბათ მე ცოტა ხანში რამდენიმე წლის მერე რომ ვნახავ ამას ალბათ მოვიწყდება ძალიან ბევრი რაღაცა დამოვიწყებული მაქვს და მე თან რო უყურებ ამას ხო ზუსტად იცი მაგ პერიოდში რაღაც გზნობდი როგორი გადაღება იყო რა ხდებოდა და მაგიტო აღარ უყურებს ხა ის წვალება როგორ აღარ მეცინება მაგრამ ძველი რაღაცები რო ვარდება ხოლმე მეც ვიცინი კაი წავიდეთ ბოლოსკენ ტრადიციული შეკითხვა გვაქვს ხოლმე პოდკასტში უკვე რა არის ცხოვრების აზრი ესეთ უცებ გავსერიოზულდებით ხოლმე და ალბათ ის რომ ვიღაცებს ცხოვრება გაუმარტივო და შენს ახლობლებად თუ ვიღაცებმა გაგიმარტივონ ცხოვრება და ესე გალიო ეს ცხოვრება ალბათ ეგ არის იცხოვრო სხვებისთვის და შენი თავისთვის იცხოვრო აი რაღაცა შინაგანი ხო გაქვს ადამიანს რაც გეუბნება რა როგორ აი ნებისმიერ გადაწყვეტა აი თუნდაც აი სახლიდან უნდა გახვი ნებისმიერ ამას რა შენი თავის აუცილებლად უნდა ასიამოვნო რაღაც ეს შენი შინაგანი მეც რომ იმან არ მიგატყოს ასე რომ თქვა და მე ძალიან ესე არ დაფიქრე იმას რომ რაღაცა ესე უაზროდ ხარ მიცხოვრია რა შენი თავისთვისაც რაღაცები უეჭველი უნდა აკეთო რომ შენი თავი განავითარო რა შეგინდა ასე რომ თქვა რა და საინტერესოდ იცხოვრო რა იცოცხლო ასე რომ თქვა სინდის მარ უნდა შეგაწუხოს თავი მაგალითად ძალიან ბედნიერი ვარ რომ აი ჩვენ საყვარელი საქმეს ვაკეთებთ კი ბევრი სირთულე იყო აი ძალიან ბევრი რაღაცა მაგრამ აი რომ ხუსტები მაგალითად ამის გახსენება მე მაგრა გამისწორდება რა თან ყველაფერი გამახსენდება რაც ახლა არ მახსოვს სინიც უეჭველი გამახსენდება კი და ხო ალბათ შენ თავისთვისაც უნდა მოიცარო ხოლმე რომ შენ თავის უნდა იცნობდე რა აი აუცილებლად შენ თავი თუ არ იცი მე შეიძლება ძალიან ისეთი კითხვები დასვა და გაგიტყდეს ასე რომ თქვა ვაფშე რა ისთვის იცხოვრე რა ალბათ ეს კი გეთანხმები და ესეთი რაღაც რო გავაკეთოთ პატარა ექსპერიმენტი თუ წინამდე გიახართ ამ კითხვაზე რას უპასუხებდა ტოპე და ნუგზარა და ტანჯული და ლუიზა არ მე არ გეუბნები რომ ის როლი ითამაშო თუ არ გინდა ანუ უბრალოდ რას უპასუხებდა რა აი ნუგზარა რას უპასუხებდა რა არის ცხოვრების აზრი ბოდიშ მომითხოვე და რა არის ბიჭო ოჯახი რო ფეხზე დააყენო არა აუცილებლად იმას უპასუხებდა რაც სინამდვილეში არ ფიქრობს რა რა არის მე გადაყოლილი ვარ ყველაზე თან მაგის დედა ჩემს ცოლისმას 1600 ლარის მასალა უუტანე და გამევიდე და ბოდიში მეუთხარ ეს მასალა რომ მოგიტანე თქო აი იმას ცხოვრება აქ ოჯახზე თან გადაყოლა რასაც ყველაზე ნაკლებად აკეთებს ალბათ იმას უპასუხებდა ნუგზარა რა ტოპე ასე თქვა და ასე კაცურად ნაიცხო და ვაშკაცურად ნაიცხო ასე და აფე უნდა გექცეს ხოვებაში რა ტოპესთვის რაღაცები არ უნდა გექცეს ტოპეს რა აი ტოპეს უგონია რომ უყურებენ აი ვიღაცები იქიდან უყურებენ რა ხო რაღაცა ისეთი არასწორი და არა ისეთი აგააკეთებს ქმედება რა ვიღაცას უყურებს უკნიდა ხო ვიღაცას უგონია რომ უყურებს და გოგოს ვარ ხო ყვავილებსაც არ აჩუქებდა აი იმიტომ რომ ხო სახშიც შებოჭილი იქნება და ლოგინშიც შებოჭილი იქნება ყველა ვაფშე რა ტოპეს უგონია რომ უყურებენ და სულ ჩარჩოებში ისაა ეგეთი ტიპია რა ბევრი კომპლექსი აი ტანჯულის აზრით ტანჯულის აზრი არ ვიცი სიმართლე გითხრა მაგალითად ფიქრობდი ახლა ტანჯულის აზრი რა არის რა აზრი აი მაგ პერსონაჟის იმას ვერ ხვდები ძალიან შურს ხოლმე რა რა იმით ცხოვრობს კრედო რა არის არაფერი კრედო რა დევიზის ცხოვრების კარგად იყოს რა ეგ არის მოკლე მახსიერება ახლა ხო და ეგეთ მაგის უკომპლექსობის შურს მართა ერთადერთი რისის შურს ხიზლიანება ასება კიდეს მოწყვეტილი რა არის ცხოვრები და ლუიზას ვიტყვი რომ კმარშვილი რო კაატყავს ეგ არის ხო დედა ცხოვრების აზრი რო კარგად არის ეგ არის ცხოვრების აზრი წესი ლუიზას მე ჩემი კმარშვილი რო კარგად არის ეგ არის ჩემი კოკაინი ეგეთი ის გვაქვს რა თქმა უნდა წესი კარგი ძალიან დიდი მადლობა პირიქით უღრმესი მადლობა წარმატებებს გისურვებთ მთელი გულით გულშემატკივრობთ მადლობა რომ შეგვაცინებთ ხოლმე და კარგ ხასიათზე გვაყენებთ და მართლა გულშემატკივრობთ და მაინტერესებს რა შვებით და როგორ მიდის სერიალი და წარმატებები მადლობა ჩვენ მდგომ სოკარს სელფს და ტიშერტის და როდის ვნახავთ გაგრძელებას მეხუთე სეზონის ბევრი რო არ ვისაუბროთ რომ არ მოვიტყუოთ ხო მალევე მაგრამ მალევე არ მოსწონს ხალხს რა
ეს ახლა ცოტა ადრე ვიწევთ, დაიდება ეს ის ბოლოსკენ რა, საოცრიდან 30 წლის. წესით მალევე, მაშინ შეიძლება დადებულის იყოს, იმიტომ რომ ახლა უშუალოდ მუშაობთ რა, უკვე უნდა დავიწყოთ. წესით იქნება უკვე დაფიქსირებული ჩვენი ახალი სერია. კარგი, ნუ ჩემი მოწოდება გაჭირდება რომ გამოიწერო, რამდენი გამოწერი ყავთ? 283. 283. შვენიერია. კარგად მიდიხართ, კომპანიასაც ვთხოვ რომ მიაქციეთ ამ ხალხს ყურადღება და ნამდვილად არინანებთ. წარმატებები ჯაფარ. მადლობა თქვენ. აბა.